ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდებისთვის დებატების ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად ტრენინგები მიმდინარეობს. მონაწილეებს დებატების ხელოვნებას, კონსტრუქციულ მსჯელობას და სხვა უნარებს დებატებისა და განათლების ეროვნული ინსტიტუტი ასწავლის. და როგორც სოფიო ვეფხვაძე, ინსტიტუტის პროგრამების ხელმძღვანელი ამბობს, ჩოხატაურში ძალიან მოტივირებული აუდიტორია დახვდა. ტრენინგები ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით პროექტის ახალგაზრდობის ხმის ფარგლებში ტარდება. მოზარდები, რომლებიც აღნიშნულ ტრენინგზე მოხვდნენ, რამდენიმე ეტაპიანი კონკურსის გზით შეირჩნენ. პროექტის მეორე ეტაპზე ტრენინგის მონაწილეები დებატების რეგიონულ, ხოლო შემდეგ კი ეროვნულ ჩემპიონატში ჩაერთვებიან. დებატები ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია, ის ნიშნავს აზრების გასვლას და ერთმანეთთან საუბარს, ამიტომაც მივაჩნია, რომ დებატების შესწავლა ძალიან აუცილებელი და მნიშვნელოვანი საკითხია. მოტივაცია ჩემთვის სწორედ ეს იყო, რომ ვიაზრებ დებატების მნიშვნელობას ჩვენს ცხოვრებაში და მივაჩნია, რომ აქ შეძენილი უნარები, ცოდნა და გამოცდილება გამომადგება შემდეგ ეტაპზე იქნება ეს უნივერსიტეტში თუ პროფესიულ ცხოვრებაში. ეჭვს არ მეპარებოდა, რომ ეს ამ პროექტით საკმაოდ ყავაფილი დავარჩებოდი და დებატების ხელოვნება კიდევ ერთხელ დავწმუნდი იმაში, რომ ჩვენში, განსაკუთრებით ბავშვებში, ავითარებს ისეთ უნარებს, როგორებიცაა თავისუფლად და დამოუკიდებლად მსჯელობა, თავდაჯერებულობა, გუნდური მუშაობა და სხვა უამრავი რამ. პროფესია ჯერ არ მაგადაწყვეტილი, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ ვთვლი დებატების ამ კონკურსში შეძენილი უნარები დამეხმარება მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, ნებისმიერ დროსა თუ სივრცეში. ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით ვახორციელებთ პროექტს ახალგაზრდობის ხმას, რომლის ფარგლებშიც საქართველოს 20 მუნიციპალიტეტიდან არიან ჩართული ახალგაზრდები. დღეს ვიმყოფებით ჩოხატაურში, სადაც ძალიან დიდი კონკურსის გზით შევარჩიეთ 15 ახალგაზრდა, რომელიც აქტიურად ჩაერთო პროექტში. აი ამ გადამზადების შემდეგ ისინი მონაწილეობას მიიღებენ დებატების რეგიონალურ და ეროვნულ ჩემპიონატებში, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართება და მე ასევე მოვუწოდებ სხვა მუნიციპალიტეტის მოზარდებსაც და ახალგაზრდებს აქტიურად ჩაერთნონ, გაიარონ შესარჩევი ეტაპები და გადაემზადონ ფორმალური დებატების მიმართულებით.